პრემიერ-მინისტრი აკეთებს სპეციალურ განცხადებას. მინდა გამოვეხმაურო ბოლო 2 დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს. გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობენ. გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც კაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენ საზოგადოებას გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ის რომ სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ კაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ. მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ. ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეები. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმ უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება თითოეული ჩვენგანი სრულიად სამართლიანად ამაყობს. და რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა თქვენი მონაპოვარიც არის, ყველა თქვენგანის. ის რომ ადამიანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა. მოუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მხარეს ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოველად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო. იმ მიზნისა, რომელსაც ქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. დიდი მადლობა. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება. გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ძალა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. მან თქვა, რომ ყველა მხარეს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი თავისუფლად. მისი განცხადებით ამას მოწევს ბოლო 2 დღის განმავლობაში მიმდინარე აქცია და პოლიციის ქმედება, რომელიც ცდილობს, რომ მაქსიმალურად დაიცვას აქციის მონაწილეების უფლებები. თუმცა პრემიერი